გამარჯობა მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო და ისინიც ვისაც არ მოწონვარ. მოგესალმებით. ეხლა რა ხდება? ვინაიდან უკვე აცვიდა და უკვე ნელ-ნელა ტემპერატურები დაიწევს, მოდის სეზონი ინდაურის, ბატის, იხვის, გედბატის, ყვატის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რას რისი მაჩვენებელი არის? როგორც კი პირველი ყინვები მოარტყავს, აი მაშინ იჭმევა ეს ფრინველები. შეხსენების მიზნით მე დღეს მოვამზადებ იხვის ხარჩოს. მოკლედ, სუნელებიდან ავიღოთ უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, იგივე ზაფრანა, ხარჩოს სუნელი, ხმელი ქინძი, ნიგოზი, ეს ნიგოზი არ მეყოფა, არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს რამდენი დაედოთ. ფერისთვის ვიცემ ბულგარულ წიწაკას, ნიოს, ცოტა მეტი ნიორი მინდა, ხახვი, ბოლოში რეჰანი და ქინძი და აი ეს ორი ახალი ინგრედიენტი ემატება ამას. ერთი არის ლიმონგრასი, რომელიც ციტრუსულ გემოვნურთვისებას მისცემს ხარჩოს და აი ამ ორ სუნელთან ძალიან, აი ამ სამ სუნელთან ძალიან კარგად მუშაობს და ჯანჯაფილის ფესვი, რომელიც ასევე გავხეხავთ ამას და დავამატებ ჯანჯაფილის გემოვნურთვისებას და დარწმუნებული ვარ, რომ სახში რომ მოვამზადებთ, გაოცდებით, იმდენად უხდება და ისეთი გემრიელი არის. ეხლა რა მაკლია მე აქ მაკლია ბახარის წიწაკა, დაფნის ფოთოლი და მინდა დავამატო კიდე 4-5 კვილი ნიორი, იმიტომ რომ უხდება ბულგარული წიწაკა და მწვანე ცხარე წიწაკაც მინდა და დააღერღილი წითელი წიწაკაც გჭირდება აქ. ვიხმარ ძალიან ცოტა რაოდენობა ღვინოს, ეს იქნება დაახლოებით 1 ჭიქა თეთრი ღვინო. აქ მაქვს მე იხვის მკერდი, სოფელში ბევრად უფრო ნაკლები არის საშუალება რომ ამ ხელა თანხა იხადო ამ მკერდში, მაგრამ იხვიც და ბატიც არ არის ესეთი ხვავიანი რა, ეს ამდენი ხორცი არ აქვს, ამიტომაც არის გემრიელი, რომ აი იხვის და ბაც, ყვაც, გედბაც თუ რაც იქნება რომ ჩაჭრი და პატარა დაკუსმაძებ, სადღაც ალბათ ესე 5-5-ზე, 5 სანტიმეტრი, 5 სანტიმეტრზე კვადრატებად, კუბებად, უფრო როგორ აღიხსნათ, ამდიდრებს კერძს, უფრო მეტი გამოგივათ, ამიტომ ხვავიანია რა, მოდი ესე გეტყვით, რომ ძვალი როცა ურევია ხვავიანია. ეს ცოტა უფრო ძვირი სიამოვნება არის, ეს იხვი და ამას დავჭრით ცოტა ხანში და განახებთ როგორი პროცესი აქვს ჩემგან მოწოდებულ და რა თქმა უნდა ეხლა ელერჯი რო არ გაუკეთოთ ჩვენ ხარშოს ან ღომი დასახურები ვიქნებ. ეს ვიხმარ დაახლოებით 50-70 გრამ ზეთს, იმიტომ რომ იხვი თვითონ ძალიან სუქანი არის. მოვიყვან ხავს. არ მინდა დიდი რაოდენობა ბულგარული წიწაკა რო არ წაიღოს ძალიან თავის გემოვნურთვისებებზე. იმისათვის რომ ჩვენ წამოვიღოთ ეს გემოვნურთვისებები, აი ეხლა, აი ამ პერიოდში, ხო? მე ავიღებ უცხო სუნელს, ნახეთ როგორ ცოტას ვიღებ, არ ვიღებ ბევრს. ხო? ამას ტემპერატურაში როგორც კი ხდება, ტემპერატურაში როგორც კი ხდება და როგორც კი იჭმება, ხო? ბევრად უფრო მკვეთრი გემოვნურთვისება ებადება. აი ხარჩოს სუნელსაც ავიღებ, სულ რაღაც ნახევარი ჩაის პოზი მეტი არ არის საჭირო. და ცოტა ხმელი ქინძი. და აი ამას ამ პერიოდში ვამზადებთ ჩვენ, აი ესე მოვხალავთ, რათა წამოიღოს ის გემოვნური თვისებები, რითაც არის გაჯერებული ეს ჩვენი სუნელი. ბევრი სუნელი სულაც არ არის საჭირო, მეგობრებო, ამას ეხლავე აი ესე ნახევრად მოვშუშავთ. აქ უნდა გქონდეთ ჩვენ იხვის ნახარში უკვე ეს იხვი წინასწარ ჩვენ შეგვიძლია მოვხარშოთ. ასევე უზავ ცოტა დაღერგილ წიწაკას და უზავ აი ესე წყალი წიწაკას ჩავაგდებ, მოვიყვან დაბალ თესზე, რომ ეს კარგად მოიშუშოს, მოიხრაკოს. ესე იგი ჩავამატეთ ჩვენი ბულიონი, აი ამ პერიოდში სანამ ეს იხარშება, იხრაკება და ითუშება, აი ამ ქინძის ძირებს, რომელიც აძლევს გემოვნურ თვისებას ჩვენ კერძს და მერე უკვე ბოლოში არომატი, რომელიც უკვე თვითონ ფოთლებიდან მოდის, უნდა მოვიხმაროთ, არასდროს გადავყაროთ, ჩაუშვებთ და ამ ძირში, აი ამ ბულიონში ჩავხარშავთ კარგად. აი ეს წამოდუღდა უკვე, ეს ახლა კარამელიზირებულია ეს ბულიონთან ერთად ბოსტნეული, რაც არის მოშუშული და სუნელები დაუწევ ამას დაბლა ტემპერატურას. ვიხმარ ლემონგრას.
ვისაც არ აქვს ლემონგრასი შეგიძლიათ ლიმონის ან ლაიმის ქერქი იხმაროთ, არც ეგ არ არის ცუდი. აი ესე ძალიან წმინდა მასავით ჩავჭრი და ჩავუშვებ ამ ძირში. გინახავთ, როცა ხშირ შემთხვევაში ჯანჯაფილს განით ფხეკენ ხოლმე. სინამდვილეში ჯანჯაფილი ყოვზით იფხიკება. მიკროპლანზე, ანუ იქ სახერხზე ჩავხერხოთ. ერთი სუფრის ყოვზი საკმარისია. ახლა ის პერიოდი არის, რომ გავა 1-15-20 დაბალ ტემპერატურაზე დუღილი და ჩავამატებთ ნიგოს. ჯამში ალბათ 1 იღზე 250-300 გრამი გატარებული ნიგოს სრულიად საკმარისი არის. გახდება აქ აუცილებლად ჩავამატებთ მერე ცოტა ოდენობას ქინს, ცოცხალ ქინს. ასევე წმინდა დაჭრილს. ცოტა ბულიონი შეგვიძლია დავამატოთ, იმიტომ რომ ცოტა სქელი არის და ეს რო გაცივდება, უფრო შესქელდება. ცოტა ვეცდები, რომ კიდე ახალი ფერი შევმატო საცდელად, ამას მერე გეტყვით. უხდება თუ არა, ეხლა საერთოდ რეჰანი როგორ მუშაობს ნიგოსთან. იხს ზუსტად ვიცი რომ მოუხდება. სანამ ბულიონს დავამატებდი, ჩავამატე აქ ერთი ჯიქა ღვინო, მეგობრებო, ამიტომ კაცი შეიძლება არ იყოს. ნიოზას კარგად ჩავხერხავთ. 3-4 კბილინი, 2 გემრიელი, დიდი ჯიშიანი. მოხედავთ როგორ ნელ-ნელა დაბალ ტემპერატურაზე დუგდუგებს. უზამ ნიოს. ვახსნი ამას კარგად. ენი რომიც იხარშება. შევამარილოთ. ყურადღებით მომისმინეთ, ვით სახში ამას გაიმეორებთ. მე მაქვს იხვის მკერდი. მე გირჩევთ მაინც რომ გამოიყენოთ მთლიანი იხვი ან კვატი ან ბატი, რათა უფრო ბევრი ადამიანი დაანახაროთ გემრიელი თქვენი კერძი. უნდა დაჭრათ იმხელა ნაჭრებად და ჩახარშოთ ხვაფში, დიდხანს უნდა ხარშოთ და მე უკვე მოუბრაწოთ აფაში. რასაც ახლა მე ვიზაყობთ, მე ახმარობ არ ხარშავ. იმიტომ რომ ფილე მაქვს და ძალიან ძვირფასი ხორცი აქვს. ამას ახლა მე ესე ჩავსერავ. ძალიან უმნიშვნელოდ და მარილს დავაყრი ახლა და რატომ დავაყრი მარილს ახლა? იმიტომ რომ ვინაიდან ცხიმი დადნება, მარილი ცხიმში არ იხსნება. კიდევ ერთხელ, არაფერი არ არის, არ ჭირდება არანაირი ცხიმი და უბრალოდ მოათავსებ. ძალიან ხო არ გათიშო კამერა, რათა დავანახოთ რა ხდება ამ იხვის კარამელიზაციის ოფიციალური დრო. შეხედეთ უკვე თვითონ თავის ბუნებრივ ხინს, რომელიც თავში ვილაპარაკეთ. შეხედეთ, აი კიდე მოვიდა, მოადგა ხინი მე ამ ხინს. თავისივე ზედა მხარეს აი ეს კონფიტირებას მოვახდენ. არ ვასხავ არანაირ ხინს. გაითვალისწინეთ, რომ იხს ვამზადებ მკერდის მხრიდან. შეწვით დროს აფაში აი დიდი ქვაბი რო არის, ხო იცით, სწრაფ სახაში ქვაბი. შიგნით რო დაჭრათ, კანის მხრიდან დაალაგეთ. 15-20 წუთი მოწვით კარგად, დაასხით მერე წყალი და ადუხეთ ხარშად ესე, რომ აი ეს ცხიმი, რომელიც არის კანში, გამოვიდეს. იმიტომ რომ მერე ძალიან ცხიმიანი ხორცი შეგვდებათ რა და არ არის სასიამოვნო ეს ცხიმიანი ხორცის ჭამა. შეხედე რამდენი ზეთი აქვს უკვე. შეხედეთ ხელს არ ვახერხებ, რომ განახეთ, უნდა იყოს კარგად ხრაშუნა, კარგად მოყვანილი. მეგრელები იტყვიან ხოლმე კაიელად, ღერღილი და ყველი ერთ-ერთზე უნდა იყოსო. აი ამას ჩაჭრება ეს სულგუნებს ჩავალაგებ. ჯერ არ ურებ. ძალიან დაბალი უნდა იყოს ტემპი. აქ იხვით თითქმის მოვიდა ეს მხარე, ახლა გადავეყვანთ მეორე მხარეზე. კიდე ერთი რაღაცა მინდა გაგიცხადოთ, რომელიც აი აღმოჩენა არის ყოველთვის.
კარგი კერძი, ცუდი პროდუქტისგან ვერ მზადდება. გადმოტანა მოგვიწია, იმიტომ რომ ძალიან ის იყო, რა ქვია, პატარა იყო ის ქვაბი. ეს დავშენ ჩვენი ფანტასტიკური ღომი. ღომი რა შუაში არის ელარჯი. ცოტა ცხელი არის, გავაგრილებთ ესე. გატოწელავენ ხო იცით მეგრელები, რომ გაგრილდეს ყველი, თუ არ ჩაიხარშოს. ოკეი. აი ეს ჩვენი ფანტასტიკური. ჩვენი ხუთი მომწიფდა და გავაგრილოთ. იმიტომ რომ ცოტა გაცხელდა და აჰა. შედავთ რომ ოდნავ მოვარდისფრო არის. ამას სულ ორი წამი უნდა ერთ მხრიდან და ორი წამი მეორე მხრიდან მეორე არ შეიძლება თორე გაგიმყრივდებათ ფილე. ალბათ ჩვენი ელარჯი. იხვის ფილეც. მზად არის. შეგვიძლიათ ეს იხვი ჩავდოთ ხარჯოში. თუ რესტორანში ვართ, ან სტუმარი ყავს გინდა ცოტა რომ გაეპრანჭო, შეგიძლია ფანტასტიკურად ესევე მიართვა. დეკორით შეგვიძლია ვიხმაროთ რეჰანის ზედა მხარეები. და ცოტა სიმაჟავესაც შევმატებ, ვიხმაროთ ცოტა კოწახურს. მე ხლა მას გავსიჯავ. და მერე გეტყვით როგორი არის. ნამდვილად ზღაპრული არის და აბა კაი შემოდგომა ზამთარი. აბა თქვენც. მადლობა.